პარიზი, ბულვარ ლანის 49 ნომერი, მესამე სართული. 7 ოთახიანი მდიდრული აპარტამენტი გალერეით, სამზარეულოთი, კაბინეტით, 2 სველი წერტილითა და 4 საძინებლით. საფრანგეთის დედაქალაქში ეს ქონება 2022 წელს 3.359.000 ევროდ გაიყიდა. ფული ფრანგ მეხტიძირს თბილისის მერობისთვის მესამედ მებრძოლმა კახა კალაძემ გადაუხადა. ეს არის თქვენი სახლი პარიზში. როდის იყავით აქ ბოლოს? იცით, რომ სანქციების გაფრთხილება ჩაირთო? თქვენ მაგაზე არ ინერვიულობთ, მე არ ნერვიულობ, თქვენ რა განერვიულობთ? თქვენ თუ იცოდით, თუ ჩემგან გაიგეთ, ბატონ კახა. სანერვიულო ჩვენ არა და თბილისის მერს ნამდვილად აქვს. მილიონები, რომელიც პარიზულ აპარტამენტში აქვს გადახდილი, რეალური საფრთხის ქვეშაა. ამის დოკუმენტური მტკიცებულებები შაბათის ეთერმა საფრანგეთის ბიზნეს პორტალიდან მოიპოვა და დღეს ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიჩვენებთ. თქვენ ახლა ხედავთ ამ მონაწერს საფრანგეთის ბიზნესის რეესტრიდან. აქ წერია, რომ ანა არეშიძისა და კახი კალაძის კუთვნილი კალა კაპიტალი ნამდვილად ფლობს 7 ოთახიან უძრავ ქონებას პარიზის მე-16 რაიონში. თუმცა, ამავე დოკუმენტზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა ეს წითლად აღნიშნული გაფრთხილებაც. მისი შინაარსი გვეუბნება, რომ ქონების მფლობელი პოლიტიკური საქმიანობის გამო შესაძლოა დასანქცირდეს და ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ, ვინც მასთან საქმის დაჭერას გადაწყვეტს. როგორც ჩანს, უსიამოვნო სიახლეების შესახებ უკვე აცნობეს საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თბილისის მერსაც. გაყიდვა შეძლებთ ახლა ამ სახლის? და შეძლებთ? არა, ვისაჩუქებთ, სანქციების ქვეშ არის. ვერც გაყიდვას, ვერც გაქირავებას და ვერც გაჩუქებას კალაძე ახლა ასე მარტივად ვეღარ შეძლებს. სანქციების შედეგი ასეთი ხელშესახები აქამდე არასდროს ყოფილა. გაფრთხილება, რომელიც მილიონერი ფეხბურთელი მერის ქონებას დაედო, ყველას ეუბნება, რომ ქონების მფლობელი საეჭვო პირია და მასთან საქმიანი კავშირის დამყარება სახიფათო. მას ესე ქონება აქვს, თავის სახელზე ეს ქონება აქვს, თუმცა ამ ქონების გამოყენებაზე, ამ ალერტის და ამ სანქციის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეს მის ამ თავისუფლებას, თქვათ, ევროპაში გულაობის მოდი ასე ვთქვათ, ამცირებს. დედაქალაქის თავკაცობისთვის მებრძოლი კალაძე უკვე არაერთი ქვეყნის სანქციების ქვეშაა. სავარაუდოდ ამ სანქციების შიშითვე რამდენიმე თვის წინ მან ევროპული ბანკებიდან 7 მილიონი გამოიტანა და ბიტკოინებად აქცია. პარალელურად გვარწმუნებდა, რომ სანქციების შიში არ აქვს. დაძველდა ეს სანქციები, ვერავის ვერ აშინებენ ამ სანქციებს. თუმცა ახლა საქმე ბევრად უფრო რთულადაა. კორუფციის მკვლევარები განმარტავენ, რომ ფრანგულ ქონებაზე დადებული გაფრთხილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კალაძე გაწითლებულია დასავლურ ბანკებშიც. ეს კი მეტად მტკივნეული შედეგია, ვიდრე უძრავ ქონებაზე დაწესებული შეზღუდვები. რასაც ჩვენ ვერ ხედავთ და ამ ადამიანებისთვის უფრო მტკივნეულია, ეს არის საბანკო ტრანზაქციებზე იგივე ტიპის შეზღუდვები, ხო? ანუ რეალურად ბანკები უფრო ფრთხილობენ ხოლმე ამაზე. და როდესაც იმათაც ზუსტად ესე, როცა ეს სახელი ჩნდება ამ ტრანზაქცია, რომელიმე ტრანზაქციასთან დაკავშირებით, უხდებათ ეს ალერტი, ანუ უხდებათ მინიშნება, რომ ეს ადამიანი არის პრობლემური და როგორც მინიმუმ, ანუ შეამოწმეთ ვინ არის, ხო? ანუ ჩვენ რომ ამას ქონებაზე ვხედავთ, სწორად გავიგე, ავტომატურად ნიშნავს, რომ ბანკშიც პრობლემებია აქვს. რა თქმა უნდა, ბანკში უფრო პრობლემები ექნებათ მაგათ. ვთქვათ, აი ბიზნესმენი ფიქრობს, კახა კალაძესთან დაიჭეროს თუ არა ურთიერთობა, ნორმალური კეთილსინდისიერი ბიზნესმენი, ის დაფიქრდება, მიღირს მე თუ შევალ მასთან წილში ვთქვათ, რაღაც კომპანიაში, უცებ არ აღმოჩნდეს ეს კომპანია შემდეგ გაიყინა, ხო? და მე დამეკარგება ჩემი ინვესტიცია. ფრანგული აპარტამენტი, რომელიც სავარაუდოდ Fashion Week-ებით გატაცებული ანუ კიარეშიძის სურვილითა და გემოვნებით შეირჩა, ახლა მას თან ეკუთვნის და თან არა. ამას გარდა მსგავსი შეზღუდვა შესაძლოა უკვე დაწესდა მილიონერი მერის ოჯახის სხვა უძრავ ქონებებზეც. თუმცა ჩვენ ჯერ ხელში მხოლოდ პარიზის სახლის დოკუმენტი გვიჭირავს. სანქციები არ მუშაობს, ხომ ამბობდით და ეს რა არის? იქ დავდგები და გიფასხეთ ყველა. და აქ რომ მიპასხოთ გეშინიათ ჩემი? ხომ ამბობდით სანქციები არ მუშაობსო და ნახეთ კალაძის სახლს რა დაემართა პარიზში. ვატყუებდით ბატონ შალვა, თუ თქვენ სამორჩეულს ატყუებდით. არ გინდათ შეხედოთ დოკუმენტს? მე მინდა რომ იქ დამისვათ. დოკუმენტს არ გინდათ შეხედოთ? პოლიტიკური საქმიანობის გამოწერია პირდაპირ და სანქციების გამო. არ გაქვთ პასუხი, გავიგე. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულმა დოკუმენტმა არაღიარებული პარლამენტის სპიკერს სათქმელი აღარ დაუტოვა. პირველად ბოლო თვეების განმავლობაში ოცნების რიტორიკას დაუპირისპირდა ფაქტები, რომელსაც უნდათ თუ არ უნდათ, გვერდს მაინც ვერ აუვლიან. სანქციები არსებობს და ამას საკუთარ ქონებაზე პირველ რიგში კახა კალაძე გამოცდის.
Solo Calazze, tiro. Calazze! ბედის ირონიაა, რომ სწორედ მას ჰქონდა ყველაზე დიდი ბმა ევროპასთან. იქ თამაშობდა ფეხბურთს, იქ გაჩნდა მისი 4-ვე შვილი, იქაურ მოდას ეტანება დიზაინერი ცოლი და დალაგსაც მხოლოდ ევროპელს ენდობა. Rue de la Princesse. კახაკალაძე მარტო არ არის. გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისში დამუშავდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასევე სანქციების არსებობასა და სტურებს და იმასაც, რომ ამ სანქციების კიდევ ერთი მთავარი სამიზნე ქვეყნის არაფორმალური მმართველია. წითელი ბიძინა ივანიშვილის პარიზულ სასახლესაც აენთო და ეს ამ ფრანგულენოვან დოკუმენტში ხაზგასმით წერია. განმარტებაში აქაც პოლიტიკურ საქმიანობას და სანქციებს ვკითხულობთ. პარიზის სახლი უკვე სანქციების საფრთხის ქვეშ არის. ნახეთ დოკუმენტი, ქალბატონო, არ ნერვიულობს ბატონი ბიძინა? არა, ნერვიულეთ, მაგრამ მე რაზე ვინერვიულო, მისი სახლია, ბატონო. მილიარდერის მარჯვენა ხელის ეს მოკლე კომენტარიც ეწუსაჩენს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსშია და ეს ამბავი ნატო ხაინდრავას რომ ემჩნევა, იმაზე ბევრად მეტად აწუხებს. ივანიშვილს კალაძისგან განსხვავებით პარიზული სასახლე საგანგებოდ იმ უბანში ჰქონდა შერჩეული, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქშიც კი ოლიგარქების ხეივანს უწოდებენ. მისი მეზობელია საუდის არაბეთის სამეფოს მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი. მის ტყით დაფარულ ეზოს ესაზღვრება ლუი მე-15-ის კარზე დაწინაურებული კურტიზანი ქალის გრაფინია დიუბარის რეზიდენციაც, სადაც ახლა რიტუალების სასახლეა მოწყობილი. თქვენ არ გეშინიათ სანქციების, ქალბატონ ჭიკა? თქვენი ლიდერიც კი უკვე სანქციების ქვეშ არის და თქვენ არ გეშინიათ? ამ გუნდის წევრი ხართ. შევიდე. ფრანგული Paper Enterprises-ის ფაზებში გარკვევით ჩანს, რომ პრინცესების ქუჩის 29 ნომერ 3 მფლობელი ჰყავს. საფრანგეთის მოქალაქე დიზელ ჯოელი, ეკატერინა ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი. წითელი დროშა მხოლოდ ივანიშვილის გვარის გასწვრივაა, თუმცა მასზე დაკისრებული სანქციები საფრთხეს სამივე მფლობელს და მთლიანად ქონებას უქმნის. ბატონო ირაკლი, საფრანგეთის სახლზე უკვე გაფრთხილება დაუდეს ბიძინა ივანიშვილს სანქციების და მისი პოლიტიკური აქტივობის გამო. ადამიანთა ასავლოთ. არ ნერვიულობს თქვენი ლიდერი? განწყობები ხوار შეეცვალა, ტაქტიკის შეცვლა სხვა რაპირებს მისი ქონების გადასარჩენად. დასაკარგი ნამდვილად ბევრია. ივანიშვილის მამულები ბაროკო სტილის ამ საგუშაგო კოშკით იწყება და მე-18 საუკუნის 2 სართულიან შენობას და შუშის თანამედროვე გალერეას აერთიანებს. ამ შავი ჭიშკრის მიღმა განთავსებული სანქციების გამო შეზღუდული სამფლობელო ფაქტობრივად მდინარე სენას სანაპირომდეა გადაჭიმული. აქაურობის ვიდეო კამერით გადაღება შეუძლებელია, რადგან სასახლე ტყის სიღრმეში 100 წლოვან ხეებშია ჩაფლული. ამიტომ ჩვენ პარიზის საკადასტრო ნახაზების სატელიტურ ფოტოებს შევადარეთ და ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ფართობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერსალის უბანში ფლობს. ქართველი მილიარდერის კუთვნილი ტერიტორია 20 ჯერ უფრო დიდია, ვიდრე გვერდით მდგომი ნებისმიერი მე-18 და მე-19 საუკუნის რეზიდენციები. რომ მიხვდეთ, რა ფული ღირს ქონება, რომელზეც მილიარდერს სავარაუდოდ უფლებები უკვე შეეზღუდა, გეტყვით, რომ სოსიეტეს მონაცემებით ამ უბანში 1 კვადრატული მეტრის ფასი 6000-დან 9000 ევრომდე მერყეობს. ბიძინა ივანიშვილის მიწა არის 11 ჰექტარი, ანუ უზარმაზარი მიწა არის, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი ტყე არის და ერთი ძალიან დიდი სახლი. სხვადასხვა ოლიგარქებიც არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და მაგიტომ ამ უბანს ზოგადად ოლიგარქების გზა ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისით კი არ გადაწყვეტა, მოდი აბა იქ ვიყიდი ჩემთვის რაღაცა სახლს. მან კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუკავშირდა მის კონტროვერსიულ მეგობრებს სავარაუდოდ რუსეთში და მან თქვა, რომ დამეხმარეთ, რომ საფრანგეთში რაღაცა სახლი ვიყიდო და რუსებმა შესთავაზეს აი ამ უბანში შეგვიძლია დაგეხმაროთ. აი ეგეთი კავშირი ჩანს მათ. ალექსანდრე კრევო ასათიანი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის კოორდინატორია დიასპორის საკითხებში. მან ფრანგული კანონმდებლობა კარგად იცის. შაბათის ეთერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად განმარტავს, რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილს პარიზულ ქონებაზე ანთებული გაფრთხილება. როცა ნოტარიუსი შევა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაზე, უცბად ექნება ეს წითელი დროშა, რომ ეს ადამიანი არის სანქცირებული, მანდ უკვე რა ხდება? ავტომატურად გადაიგზავნება ტრაკფინში. ტრაკფინი არის საფრანგეთის ფინანსური სადაზვერვო სააგენტო. ამ ორგანიზაციამ მერე გამოძიებას დაიწყებს და ან თანახმას მისცემს, თანხმობას მისცემს გაყიდვას, ან
არა. ყველა ბანკი უარს ეტყვის ბიზნესის კეთებას ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის ამ მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ეს მისი საკუთრება აღარ არის. De facto ყადაღი აქვს დადებული ამ მიწას. და ვერაფერს ვერ გააკეთებს, მანამ სანამ ამერიკა სანქციებს არ მოხსნის და ეს არასდროს არ მოხდარა, რომ ამერიკა ეგეთ სანქციებს მოხსნის. და ბოლოს ისე იქნება, რომ ყველაზე მდიდარი კაცი იქნება ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში მხოლოდ და სხვაგან აღარსად. აქამდე ქართული ოცნება მალავდა. მათ რიგებში ვის, როდის, სად და რა ფორმით შეეხო სანქციები. თუმცა, კალაძისა და ივანიშვილის ფრანგულ ქონებებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომელიც დღეს გავასაჯაროვეთ, აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისა და რუსული ინტერესების გატარებისთვის დასჯილი ივანიშვილის გუნდი ფინანსურ დარტყმებს უტყუარად იღებს. დიდარი ადამიანებისთვის კი ფული სხვა ყველაფერზე ძვირფასია. მხოლოდ ირაკლი ზარქუას უნდა დაგვარწმუნოს, რომ მამაც და უშიშარ ბიძინა ივანიშვილს დაგროვილ მილიარდებზე მეტად სამშობლო უყვარს. მაგრამ კიდეა რა სიტყვი და ვინ დაგვასანქციონებს კიდევ. იმ კაცს თავის ფინანსებზე წვდომა შეუზღუდეს. ამის გამო ბანკები გააკოტრეს. და თქვენ ახლა მე მელაპარაკებით, რომ რომელიღაცა სახლი შეიძლება დაასანქციონოს და თქვენ გონიათ, რომ ამით შეიძლება შეაშინონ? არ შეაშინონ. კარგით რა. ძალიან ცუდად გიცნიათ ბატონი ბიძინა და იცნობთ და მაგიტომ მკითხეთ. კი, ვიცნობ, უშიშარი კაცია. არა და ფულის გამო ბიძინა ივანიშვილი შანტაჟის ენით ელაპარაკებოდა დიპლომატებს. მილიონების გამო წლების განმავლობაში სასამართლო დავას აწარმოებდა შვეიცარიულ ბანკებთან. ხელისუფლებაში დარჩენაც კი 200 მილიონზე ვაჭრობით ახსნა. რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნება როგორმე დამიბრუნო. აი ესა რეალობა. ახლა 200 მილიონი და მეტიც შესაძლოა მხოლოდ ეს ერთი უძრავი ქონება ღირდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო წითელი აქვს ანთებული. მსგავსი შეზღუდვა დიდი ალბათობით უკვე შეეხო ნიუ-იორკის ამ თეთრ სასახლეს და სხვა უძრავ ქონებებსაც. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ საფრანგეთში არსებული შეზღუდვების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება შევძელით. ბატონო ირაკლი, მინდა გაჩვენოთ რა ბედი ეწია პარიზში კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის სასახლეებს. აბა ამბობდით სანქციები არ მუშაობსო. 13 წელი აგებთ არჩევნებს ტრაიგონს. ერთი წამით ეს ერთ-ეგივე პასუხი ნიშნავს, რომ პასუხი არაფერზე გაქვთ, ბატონო ირაკლი. ეს ის შემთხვევაა, როცა საპასუხო არაფერი აქვთ, რადგან თავად კობახიძეს არა, მაგრამ ქართული ოცნების ბევრ დასანქცირებულ თუ დასასანქცირებელ წევრს ევროპასა და ამერიკაში დიდი ოდენობით უძრავი ქონება და ბიზნეს წილები აქვს. ივანიშვილისა და კალაძის ფრანგული მაგალითი კი იმის მანიშნებელია, რომ მათი რიგი ახლოვდება. სულ თავიდან ბიძინა ივანიშვილი ატყუებდა თავისივე გუნდის წევრებს, ხო? მეგი საუბრობდა იმაზე, რომ სანქციები არ იქნება. შემდეგ უკვე მათი გზავნილები და მესიჯ ბოქსი შეიცვალა, როდესაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ სანქციები კი არის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხება და რა თქმა უნდა იტყუებოდნენ. ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა გვექნება მომავალში და დასაფიქრებელია, ხო? ამ ადამიანებმა ბევრმა შეიძლება კორუფციით იშოვა ფული, მაგრამ ამ ფულის რაღაცა სასიკეთოდ დახარჯვა ალბათ უნდათ ჩვენი ქვეყნის გარეთ, რაც მათ ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ დროულად უნდა მიღებული იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის მათი მხრიდან, რომ გაემიჯნონ თავისივე ხელმძღვანელობას და არ ჩაერთონ იმ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, რომელსაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი და რომლის დავალებებსაც ისინი ფაქტიურად ასრულებენ. ანტონო პოლაშვილს პარიზის 133 კვადრატული ბინის გამო უნდა ეშინოდეს. ნინო წილოსანს ჩეხურ კომპანიაში არსებული აქციების გამო. ირაკლი როხაძეს ნიდერლანდებში რეგისტრირებული 4 კომპანიის გამო. ალექსი ახვლედიანს პრაღაში შეძენილი უძრავი ქონების გამო და ასე შემდეგ. ევროპის მაძაგებელი და მაინც ამ ევროპაზე დახარბებული ჩინოვნიკების რიცხვი არც ისე მცირეა.